მეტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის. ანგარიში ვერ ამოიკითხავთ ვერცერთ უარყოფით შეფასებას ოპოზიციის ამ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. ანგარიშის ავტორის გამორჩა იმის აღნიშვნაც, რომ ბოლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც სამუშაო ჯგუფებში მრავალთვიანი სამუშაო პროცესის შედეგად ოპოზიციასთან შეჯერდა და რომელიც არჩევნების გაყალბებას სრულად შეუძლებლად ხდის, რაზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წაგებამდე რადიკალური ოპოზიცია ცხიად საუბრობდა. მთლიანობაში 2024 და 2025 წლის არჩევნების დემოკრატიულობის ეჭვქვეშ დაყენება ვერც მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორმა შეძლო. მეორე საკითხი გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა. ანგარიშის ავტორი ითხოვს გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის გაუქმებას ან სულ მცირე არსებითად გადახედვას. სამწუხაროდ მან სრულად უგულებელყო საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების 5 მცდელობა, რომელშიც უცხოეთი და დაფინანსებული ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართული. უნივერსალური სამართლებრივი პრინციპის თანახმად ნებისმიერი გარე ჩარევა უცხო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეშად არღვევს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და შესაბამისად დაუშვებელია. ეს უნივერსალური სამართლებრივი პრინციპი საქართველოში გასული წლების განმავლობაში სისტემურად ღიად და უხეშად ირღვევოდა. ანგარიშის ავტორისთვის იოლი გასააზრებელი უნდა ყოფილიყო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობის ლეგიტიმური მიზანია საამალოდ დაიცვა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის დემოკრატიული სისტემა ამგვარი უხეში გარე ჩარევებისგან. თუმცა მან ამ მარტივი დასკვნის ანგარიში ასახვისგან თავი შეიკავა. ანგარიში არ არის წარმოდგენილი არც ერთი ღირებული კრიტიკული შენიშვნა გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის წინააღმდეგ. მესამე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი. იმთავით უნდა ითქვას, რომ ანგარიშის ავტორი ამ კანონის დასახელების აღნიშვნისას ოჯახურ ღირებულებებს ეგრეთ წოდებულ ოჯახურ ღირებულებებად მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მიკერძოების მკაფიო გამოხატულებაა. ამ ფონზე გასაკვირი არაა, რომ აღნიშნული კანონი მისი გაღიზიანებისა და არაობიექტური შეფასების საგანი გახდა. ანგარიშის ავტორი ითხოვს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას, უფრო კონკრეტულად ის უარყოფითად აფასებს ერთნაირ სქესიანთა ურთიერთობის პოპულარიზაციისა და სქესის შეცვლის წინააღმდეგ მიმართულ ნორმებს. ის ასევე უარყოფს მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ქალი ქალია და კაცი კაცი და მოითხოვს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერი მარტივად შესაბამისი პირის შეხედულების მიხედვით შეიცვალოს. ასეთ მიდგომებს ქართული საზოგადოებისთვის დიდი ფასი ვერ ექნება, ალბათ სადაო არავისთვის უნდა იყოს. მეოთხე სამართალდამცავი ორგანოების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება. ანგარიში მიუთითებს რადიკალური ოპოზიციისა და ძალადობაში ჩართული აქტივისტების მრავალრიცხოვან მინიშნებებზე წამებისა და არახუმანური მომხრობის შესახებ. ობიექტური შემფასებელი მხედველობიდან არ გაუშვებდა იმ გარემოებას, რომ ძალადობის ორგანიზატორები და მოძალადეები ბუნებრივად იყვნენ დაინტერესებული სამართალდამცავი ორგანოებისთვის ძალადობა დაებრალებინათ. თუმცა ანგარიშის ავტორმა ობიექტური პოზიციის დაკავება ვერც ამ შემთხვევაში მოახერხა და ამგვარი პოლიტიკური და ინდივიდუალური ინტერესი ვარაუდის დონეზეც არ ახსენა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ავტორმა თავად წამების ვერც ერთი ფაქტი მტკიცებითი ფორმით ვერ დაადგინა, სიტყვა წამებას ის მართალი არა მტკიცებითი ფორმით, მაგრამ მაინც ანგარიში მრავალგზის იყენებს. რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, ამგვარი ფაქტები ძალადობრივი მიტინგების დროს ნამდვილად დაფიქსირდა, რაც ხელისუფლებამ ყისიერად დაგმო. და მეტიც ხელისუფლებამ ამგვარი ფაქტებიდან სათანადო პრაქტიკული დასკვნების გამოიტანა, რისი საუკეთესო დასტური 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები იყო. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეები ამ შემთხვევაში ძალიან სერიოზული გახდათ, სამართალდამცავმა ორგანოებმა ხელისუფლების გადატრიალების ცდელობა იმგვარად აღკვეთეს, რომ უმნიშვნელოვანესი ზიანიც კი არავის მიუღია. მეხუთე საკითხი კამპანიები ელჩებისა და სხვა ეგრეთ წოდებული კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად. ანგარიშის ავტორი ვერც ამ შემთხვევაში მალავს მიკერძოებას და ცალმხრივად საუბრობს ხელისუფლების რიტორიკაზე, მაშინ როდესაც ხელისუფლების განცხადებები მხოლოდ პასუხია იმ პოლიტიკურ შტურმზე, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია, ეგრეთ წოდებული NGO-ები და კონკრეტული ელჩები ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ აწარმოებენ. ანგარიშის ავტორს არც იმის ხსენება მოუნდა, რომ ევროკავშირის ელჩი საპარლამენტო არჩევნების წინ ღიად მოუწოდებდა ამორჩეველს არჩევნების დღეს იაქტიურად და ხმა მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ მიეცათ. ავტორს არც იმის გახსენება მოუნდა, რომ EOTOS წევრი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები არჩევნების წინ თბილისში პოლიტიკურ სცენაზე ავიდნენ და ოპოზიციას ხარდაჭერა ღიად გამოუცხადეს. ამ ფონზე ანგარიში ჩვენი საზოგადოებისთვის ბუნებრივია ვერავითარი ფასი ვერ ექნება. მეექვსე საკითხი სამართლებრივი ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ.
ანგარიშის ავტორი განსაკუთრებულად წუხს იმის გამო, რომ პირველი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეიტანეს სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული პარტიების აღრძალვის მოთხოვნით და მეორე საქართველოს პროკურატურაში რამდენიმე მუხლით არის აღსული სისხლის სამართლის საქმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ განხორციელებულ სავარაუდო საბოტაჟთან დაკავშირებით. ანგარიშის ავტორი საკონსტიტუციო სარჩელს თვითნებურს უწოდებს, რაც ღიმილის მომგვრელია, რადგან სარჩელი თავისი ბუნებით თვითნებური უბრალოდ ვერ იქნება. ანგარიშის ავტორს, რომელიც სხვათა შორის იურისტია, ავიწყდება, რომ სამართლის უზენაესობა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი შეზღუდვა ვერც ერთი უცხოელი ექსპერტის საქმე ვერ იქნება. მეშვიდე საკითხი სხვადასხვა ცვლილება კანონმდებლობაში. ანგარიშის ავტორი უარყოფითად აფასებს კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც მედიას ობიექტურობის სტანდარტების დაცვას ავალდებულებს. ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის ირონიული ფაქტი, რომ საქართველოს წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოში ორი წამყვანი ტელევიზიის დახურვა და გაჩუმება სცადა. ანგარიშის ავტორს ასევე არ მოსწონს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც 150, 150 და 50 ოპოზიციონერ აქტივის აღარ აძლევს შესაძლებლობას მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის წინააღმდეგ იგზავნოს. შეგახსენებთ, რომ შესაბამისი კანონების მიღებამდე 150 პოლიტიკურ აქტივისტს დედაქალაქის ცენტრალური გამზირი თითქმის 1 წლის განმავლობაში ჰქონდა გადაგეტილი, რაც მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენა. როდესაც ანგარიშის ავტორი ამგვარ კანონებს აპროტესტებს, ესეც მისი პოლიტიკური მიკერძოების უტყუარი ნიშანია. და ბოლოს მერვე საკითხი განათლების რეფორმა. ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმის ანგარიში უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმისთვის რომ მოიძებნა ადგილი, აბსოლუტურად კომიკური მოვლენა, მით უმეტეს რომ პოლიტიკურად ესოდენ მიკერძოებულ ანგარიშიც კი ავტორმა რეფორმის გაკრიტიკება ვერავითარი კუთხით ვერ შეძლო. რომ შევაჯამოთ, საქართველოში ტარდება დემოკრატიული არჩევნები, რაც 2020-2024 წლებში უთოდინმაც მკაფიოდ დაადასტურა, რის გამოც ეს უკანასკნელი რადიკალურმა ოპოზიციამ უხეშად და შეურაცხყოფელი ფორმით გააკრიტიკა. საარჩევნო კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია დემოკრატიული არჩევნების პრინციპებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მუშაობს და მომავალშიც აქტიურად იმუშავებს პრაქტიკაში გამოვლენილი საარჩევნო ხარვეზების აღმოსაფხრელად. გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, მათ შორის კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, კანონი გრანტების შესახებ და ეგრეთ წოდებული ფარა, რომელიც ამერიკული კანონის სიტყვასიტყვით თარგმანია, სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და დემოკრატიულ სტანდარტებთან. აღნიშნულმა კანონმდებლობამ სახელმწიფოს ხელი შეუწყო ქვეყნის დამშვიდებაში, მას შემდეგ, რაც მას გარეთ დაფინანსებით ორგანიზებული რევოლუციის რამდენიმე ძალადობრივ ცდილობასთან გამკლავება მოუხდა. შესაბამისად, გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედებას ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი უპირისპირდება LGBT პირის მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანას ან მინდობით აღზრდას, სქესის შეცვლის მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერის თვითნებურად შეცვლას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ან მედიის მიერ არატრადიციული ურთიერთობების პოპულარიზაციას და სხვა. ეს კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და მისი გადახედვის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ძალადობრივი მიტინგების დროს დაფიქსირდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების რამდენიმე შემთხვევა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდა. სამწუხაროდ გამოძიებამ შესაბამისი პირების იდენტიფიცირება ვერ შეძლო. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები ამგვარი გადასტუმების პრევენციისთვის, რის გამოც სამინისტრო სისტემაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მიღებული ზომების შედეგად გასული წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლებამ სრულად შეძლო ინციდენტების თავიდან არიდება და ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ ცდილობას უმაღლესი სტანდარტებით დაუპირისპირდა. კრიტიკული განცხადებები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ ოპოზიციის, ეგრეთ წოდებული NGO-ების თუ კონკრეტული ელჩების მიმართ, ყოველთვის არის პასუხი ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე, ეგრეთ წოდებული NGO-ების რადიკალურ პოლიტიკურ აქტივობებზე და ელჩების მიერ ვენის კონვენციის უხეშ დარღვევაზე. ასეთ პირობებში ხელისუფლების ხმას ბუნებრივია მიკერძოებული უცხოელი ექსპერტის მოწოდება ვერ ჩაახშობს. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მომავალშიც ხმამაღლა დაიცავს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანა და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ქვეყნის შიდა საქმეა და ამაში ქვეყნის გარედან ვერავინ ჩაერევა. საქართველოში სამართლის უზენაესობა პოლიტიკურ კონიუნქტურას არც მომავალში დაექვემდებარება და მყარად იქნება დაცული. საქართველოში დაცული უნდა იყოს მედიის ობიექტურობის სტანდარტები და 150 პოლიტიკურ აქტივისტს არ უნდა ჰქონდეს დანარჩენ მოსახლეობაზე ძალადობის უფლება. აქედან გამომდინარე, შესაბამისი კანონმდებლობა არათუ არ უნდა გაუქმდეს, არამედ ზედმიწევნით ახსოვდება.
დასასრული საქართველოს არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია EUTOS წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას იქით ასწავლოს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, შემწყნარებლობა, შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება, მედია პლურალიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი, დემოკრატიული არჩევნები და ბევრი სხვა რამ. ამ თემაზე მზადვართ გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველასთან, ვისაც ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია. საქართველოს სჭირდება არა დემოკრატიული სისტემის გამუდმებული საბოტაჟი, არამედ კონსტიტუციური წყობილების გამართული ფუნქციონირება. საქართველოს სჭირდება არა ბუნდოვანება, არამედ გამჭრელობა. საქართველოს სჭირდება არა ტოტალური LGBT პროპაგანდა, არამედ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა. საქართველოს სჭირდება არა მუდმივი ქაოსი და არეულობა, არამედ მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველოს სჭირდება არა სიცრუე და სიძულვილი, არამედ ობიექტური მედია. საქართველოს სჭირდება არა უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე, არამედ უმრავლესობის დემოკრატიული მმართველობა. საქართველოს სჭირდება არა კრიმინალი პოლიტიკაში, არამედ სამართლის უზენაესობა სახელმწიფოში. საქართველოს სჭირდება არა ის, რასაც ითხოვენ მოსკოვის მექანიზმის ავტორები, არამედ ის, რასაც ხარი დაუჭირა საქართველოს მოსახლეობამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ეს არის მშვიდობა, სუვერენიტეტი და წინსვლა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს ქართული ხალხის ნების შესაბამისად. სოფობერძე ტელეკომპანია მედიბატონი რეკლი უშუალოდ ამ თემასთან დაკავშირებით ორი შეკითხვა მექნება. პირველ რიგში თქვენ თქვით, რომ ეს დოკუმენტი შედგენილი არის მანკიერი ვიწრო პოლიტიკური ინტერესით. აქედან გამომდინარე მაინტერესებს, ელოდებით თუ არა, რომ რაღაცნაირად ვიწრო პოლიტიკურ ინსტრუმენტად საქართველოზე ზეწოლისთვის იქცეს საბოლოოდ ეს დოკუმენტი, აი მომავალში, როდესაც რაღაცა სხვა დოკუმენტები ან გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს ბრიუსელში. ჩვენ ამის ცდილობებს გამოდმებით ვხედავთ, ესეც არის ერთი მორიგი მცდელობა, თუმცა დღემდე ეს ცდილობები ვერ იყო შედეგის მომტანი და მომავალშიც ვერ იქნება. ჩვენ ქართულ ხალხთან ერთად ძალიან მყარად ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და როგორც არ უნდა იყოს ეს ცდილობები, რა თქმა უნდა, მომავალშიც ბოლომდე დავდგებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ძალიან იაფფასიანია ეს ცდილობები, რაც ძალიან კარგად ჩანს თუნდაც იმ ტექსტიდან, რომელსაც ამოვიკითხავთ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშიდან. ბატონო პრემიერო, ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა ეს ოპოზიციურმა პარტიებმა, ყოფილმა და მოქმედმა ნაციონალებმა, ახლა რომ ახალ ალიანსად წარმოგვიდგინეს თავი ამ თემაზე ზუსტად და 4 ნაბიჯი დაასახელეს, რომელსაც მომდევნო 1 თვის განმავლობაში გადადგამენ და გაგაცნობთ ამ ნაბიჯებს. პირველ რიგში გაეროს უმაღლეს წარმომადგენელს ვთხოვთო, რომ ინსპექტირება განახორციელოსო, ასევე აქტიურ კოორდინაციას საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ მათ მიმართონ ქიმიური იარაღის პრევენციის საერთაშორისო ორგანიზაციას გამოძიებისთვის, აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთის საგამოძიებო სტრუქტურებთან, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითო და ბოლო ამბობენ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილისთვის ჰააგის ტრიბუნალით დასრულდესო. მაინტერესებს თქვენი შეფასება ზოგადად ამ გეგმასთან დაკავშირებით და მეორეც როდესაც თქვა 4 დღე გავიდა ამ ანგარიშის გამოქვეყნებიდან და ოპოზიციას უკვე საკუთარი გეგმა აღმოაჩნდა ამასთან დაკავშირებითაც რას გვეტყვით? პირველ რიგში ეს არის კრიმინალების განცხადება. ხო თქვენ იცით, რით გამოირჩეოდნენ ეს ადამიანები, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და რით გამოირჩევიან ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში. თავის დროზე, იგივე როდესაც საუბარია ძალადობაზე, თქვენ გახსოვთ მათი ძალადობა მაგალითად მედია საშუალებებზე. თქვენ გახსოვთ მათი ძალადობა 26 მაისს, როდესაც მშვიდობიან შეკრება შეეწირა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე და ახლა ეს კრიმინალები, ეს დამნაშავეები, რომლებაც ქვეყნის ტერიტორიების 20% გადააბარეს, საუბრობენ ასეთ რაღაცეებზე, ხო? ამ კრიმინალს გამოუტანა განაჩენი ქართულმა საზოგადოებამ, შესაბამისად მათ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს საზოგადოების თვალში, ამიტომ არ აქვს ფასი არც მათ განცხადებებს, არც მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს, არც რაიმე სხვას, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს ერთმანეთისგან შავსა და თეთრს. რაც ხა მათ გაერთიანებას, ამასაც არავითარი ფასი არ აქვს, ძალიან დისკრედიტირებულია ოპოზიცია, შესაბამისად შეუძლიათ გააგრძელონ იმის კეთება, რასაც აკეთებენ, აბსოლუტურად ნულია მათი წარმატების შანსი.
სხვა თემებს რაც შეეხება გერმანიის ელჩთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ მიუხედავად იმისა რომ კულევის ნავთობ ტერმინალი თავად ევროკავშირის გადაწყვეტილებით სასანქციო პაკეტიდან არის ამოღებული ის ამბობს ისევ და რა თქმა უნდა მტკიცებულებებს ვერ ასახელებს მაინც საუბრობს იმაზე რომ არსებობდა პორტის წინააღმდეგ მტკიცებულებები ისევე როგორც თითქოს უნდა ამტკიცოს ის რომ იმეთთან დაკავშირებითაც არსებობს რაღაც მტკიცებულებები როდესაც მოხდა ტელეკომპანიაზე თავდასხმა. Როგორ აფასებთ პეტერ ფიშერის განცხადებებს და მაშინ როდესაც თავად ევროკავშირმა კულევი ამოიღო ამ სასანქციო პაკეტიდან? მის მდგომარეობა არის ტრაგიკული, ყველაფერთან დაკავშირებით, იგივე ბოლოს რაც შეეხება კულევთან დაკავშირებით მისი განცხადება ამის დასტურია, რაც შეეხება იმეთთან დაკავშირებით განცხადებას ეს ამის დასტურია, როდესაც ევროპული ქვეყნის ელჩს ზოგადად უწევს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის გაბრალება წყალებში ეს უკვე ტრაგიკულობის ხარისხზე მეტყველებს ხო ამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი კონკრეტული ევროპული ქვეყნების ელჩებმა ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა ნუ დანარჩენი ამ კაცს გასდის ვადა თორსები ივნისში საბოლოო ჯამში ასე დასრულდება მისი არც თუ სასახელო დიპლომატიური კარიერა და ბოლო კითხვა მექნება საზოგადოებამ ნახა ვიდეო ევროპარლამენტიდან სადაც ერთ-ერთი უცხოელი ჟურნალისტი ევროპარლამენტარებს რუკით აკითხავს და სთხოვს რომ აჩვენოს სად არის ირანი და ყოველ შემთხვევაში ვიდეოში ვერც ერთმა ევროპარლამენტარმა სწორად მითითება ვერ გააკეთა ფრანგული ტელეარხის ჟურნალისტია ეს თქვენთვის რაზე მეტყველებს ეს ფაქტი არა და ვიცით თქვა განცხადებებიც ირანთან დაკავშირებით და პროცესი ყოველ შემთხვევაში რომელიც ახლა მიმდინარეობს საკმაოდ მძიმე ამ ფონზეც კი მათ უჭირთ რუკაზე აჩვენონ სად არის ირანი. საქართველოსთან დაკავშირებით რო ჩადარდეს იგივე გამოკითხვა ევროპარლამენტში იგივე შედეგს მიიღებთ, მაშინ როდესაც ხედავთ რომ 600-დან 500 ევროპარლამენტარი აძლევს ხოლმე ხმას ქართული ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ არის კომპეტენციის კრიზისი. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ეს ყველაფერი არის მათ შორის კომპეტენციაშიც გამოხატული, ეს არის კეთილსინდისიერების დეფიციტში გამოხატული და ეს გამოკითხვაც რა თქმა უნდა ამის მაჩვენებელი. მოგესალმებით ბატონ პრემიერო მარიამ კოპალეიშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2 მოსკოვის მექანიზმთან დაკავშირებით მექნება ერთი ჩაკითხვა რას ფიქრობთ განცხადებაზე რომელიც გააკეთა დავით კაცარავამ ერთ-ერთი მედია საშუალებით სადაც ის ამბობს რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში უჩანანუაშვილისგან მიიღო ინფორმაცია რომ ისიც იქნებოდა ერთ-ერთი გამოსაკითხი პირი ანუ რამდენად საყურადღებოა ეს განცხადება და რა გამოდის რომ რეალურად უჩანანუაშვილი უწევდა თუ არა კოორდინაციას ვინ იქნებოდა გამოსაკითხი პირი და ვინ არა ეს რამდენად საყურადღებოა მართველი გუნდის ნუ რეალურად აგენტურა რო იქნებოდა კოორდინაციაში ეს რა თქმა უნდა არ არის გასაკვირი და ეს ჩანს თვითონ იმ ტექსტიდანაც რომელიც გამოქვეყნდა მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის სახით რა თქმა უნდა იქნებოდა სრული კოორდინაცია ადგილობრივ აგენტურასთან ამაში არავის გვიბარება მკითხავთ ასევე მოლაპარაკებების პერსპექტივაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ერთი ვისგანაც მოვისმინეთ მზაობა არის პარტია ლელო, რასაც საკუთარ კოლეგა ოპოზიციონერებისგან მოყვა უკმაყოფილება. პირველ რიგში ორ ნაწილად გკითხავთ, თუ შეიძლება როგორ წარმოგიდგენიათ რა ფორმატში იხილავს მოსახლეობა ზაობას ესე ვთქვათ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების დაწყების და მეორე ის რომ ნაწილი აი ნიკა გვარამია ბოკერია ჩერგოლეიშვილი ამბობს რომ ერთადერთი რასაც განიხილავენ თქვენთან იქნება მხოლოდ საკითხი ხელისუფლების გადაბარების შესახებ როგორ აღიქვით ეს განცხადება აღიქვით ეს ულტიმატუმად კატეგორიულობად თუ არასერიოზულად რაც შეეხება ლელოს, მე მგონი ლელოს ცდილობს თავი დაიხსნა საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან. ეს მოახერხა თავის დროს გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში. აქ შესაძლოა იგივე მცდელობა ჰქონდეს ლელოსაც, თუმცა მე მეეჭვება, რომ მათ თავი დაიხსნან საკონსტიტუციო სარჩელისგან. ჩვენთვის ეს პარტიები არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. ნაცმოძრაობა, ახალი ლელო, გახარია, ყველა სხვა. ესენი არიან სინამდვილეში ერთი ძალა და მათ აერთიანებთ ერთი საერთო რამ. ეს არის ის, რომ ყველა მათგანი არის უბრალოდ აგენტურა და ისინი გარეძალების გარნახით მოქმედებენ ჩვენს ქვეყანაში. ნუ ასევე რაც შეეხება ბოკერიას და მსგავსი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსების განცხადებებს, ასეთ განცხადებებს ისინი აკეთებენ უკვე მრავალი წელია. მათ უყვართ ასე ვთქვათ ბაქიბუქი და ვერ ელევიან ამ ყველაფერს მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთ შემთხვევაში მათი ასეთი განცხადებები ვერ აღმოჩნდა წარმატებული. შეუძლიათ ილაპარაკონ რაც უნდათ, საქართველოს არის დემოკრატია და სისულელების ლაპარაკი შედის დემოკრატიის პრინციპის სივრცეში.
მეც რამდენიმე შეკითხვა მექნება ბატონ პრემიერო. პირველი მაინტერესებს ლელოს შეთავაზებაზე რა პასუხი შეგიძლიათ, რომ ლელოს შეთავაზებას გასცათ? მე პირველ რიგში დავალოდებოდი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კონკრეტულ პარტიებთან დაკავშირებით, მათ შორის ლელოსთან დაკავშირებით და ამის შემდეგ შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება დიალოგის შესახებ. მეორე მაინტერესებს მოსკოვის მექანიზმის შესახებ. არსებობს თუ არა მაგალითად ამ დასკვნის, არ ვიცი, გასაჩივრების რაიმე ფორმა და შესაძლებელია თუ არა რომ ამ ფორმას მიმართოთ. მე მგონია ტექნიკურად ეს შეუძლებელია და არც არის საინტერესო. ეს არის ფარატინა ქაღალდი, ასე ვიტყოდი, არავითარი ფასი ამ დოკუმენტს არ აქვს, დაახლოებით იგივე ფასი აქვს, რაც ევროპარლამენტის მეშვიდე რეზოლუციას, რომელიც დამტკიცდა ქართული ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, არც ტექნიკურად არ თორსების შესაძლებელი და არც აქტუალური არ არის ჩვენთვის ამ დოკუმენტის გასაჩივრება. და კიდევ ერთ შეკითხვა მაქვს. გრძელდება ომი უკრაინაში. ამასობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს გარკვეული სანქციები შეუმსუბუქა. 48-დან ისევ პრობლემა არის ნავთობის გამოტანა. ირანში ომი გრძელდება. ექსპერტები ლაპარაკობენ იმაზე, რომ მსოფლიო დგას შესაძლოა იდგეს ბირთვული ომის საფრთხის წინააღმდეგ და ბრიუსელში მსჯელობენ საქართველოს თემაზე. აი ამ კონტექსტში რა შეგიძლიათ თქვათ, რატომ დგას დღეს ევროპის პოლიტიკურ ცენტრში კვლავინდებოდ ისევ საქართველოს? მთელი მსოფლიო არეულია. ამ არეულობაში ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი არის ევროპა, ევროპელი ხალხი, ევროპის მოსახლეობა. პირველ რიგში ეკონომიკური კუთხით ძალიან მძიმედ დაეთყო ეს არეულობა ევროპის კონტინენტს და კონკრეტულად ევროკავშირის სივრცეს. ასე დროს ევროკავშირის ბიუროკრატია წესით უნდა ცდილობდეს ახალი გზების გამონახვას, მათ შორის საჯარო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის, პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავებისთვის და როდესაც ასეთ პირობებში პირიქით ევროპული ბიუროკრატია ცდილობს კავშირების ჩაჭრას, მათ შორის საჯარო ეკონომიკური სტრატეგიული ხაზების ჩაჭრას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით, რაც აბსოლუტურად ცხადია. ზუსტად ასეთი კარნახით მოახერხეს მათ და ევროპის ეკონომიკა, რომლის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, შეამცირეს 17.9%-მდე. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპული სუვერენიტეტი არის ძალიან დაბალ ნიშნულზე. ბატონო ირაკლი, მეც გითხავთ რამდენიმე კითხვა მაქვს ძირითადად მოსკოვის მექანიზმთან დაკავშირებით. თქვენ 2 დღის წინ მედიასთან თქვით, რომ ამ დასკვნაში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინებასაც აპირებს ქართული ოცნება. ამ 2 დღეში შეიცვალეთ აზრი თუ ძირითადად ბრიფინგზე ისაუბრეთ იმ რეკომენდაციებზე, რომლის გათვალისწინებასაც არ აპირებს და თუ არის ერთი რეკომენდაცია მაინც, რომლის გათვალისწინებას აპირებს ქართული ოცნება. კი, ჩვენ ბრიფინგზეც აღნიშნეთ, რომ მაგალითად როცა საქმე ეხება არჩევნებში გამოვლენილ პრაქტიკულ ხარვესებს, ამაზე ბუნებრივია მუდმივად უნდა გაგრძელდეს მუშაობა და რაც შეეხება გადასტუმების პრევენციას, ეს არის ის, რაზეც მუდმივად უნდა ვიმუშაოთ და ამაზე ვისაუბრებთ ბრიფინგზე და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ხო, რომლებიც დაფუძნებულია სიცრუეზე, მაგალითად იგივე საუბარია ტერმინი წამება გამოიყენება, როდესაც თვითონვე აცხადებს ეს ავტორი, რომ წამება არსად არ დაუდგენია. თავად საუბარია იგივე კამიტია ნახსენები ამ დოკუმენტში და ასე შემდეგ. ხო, ამას რა თქმა უნდა არავითარი ფასი არ აქვს და ასევე რაც შეეხება კანონმდებლობას, გამჭვირვალობის შესახებ, რაც შეეხება კანონმდებლობას ოჯახური ღირებულებების შესახებ, ბუნებრივია აქაც არ ვაპირებთ კანონმდებლობის გადახედვას, გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკა არ ეფუძნება არავითარ არგუმენტებს, საერთოდ არ არის ასეთი არგუმენტები წარმოქმნილი, იგივე ეხება სხვა პუნქტებსაც, მედიის სუბიექტურობას, შეკრების ნაწილში შემოღებულ რეგულაციებს და ამ შემდეგ. პრევენციაზე, როდესაც საუბრობთ, თქვენ ახსენეთ საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში. ანუ მაგნიცკის აქტით დასანქცირებული ვახტანგ გომელაურის და ზვიად ხარაზიშვილის სამსახურიდან გაშვებაზე გადის თქვენი რეაგირება იმ დარბევებზე და იმ ძიმე ფაქტებზე, რაც ნახეთ გასულ წელს? მე სიტყვა საკადრო არ მიხსენებია ბრიფინგის ტექსტში. თქვი ცვლილებები სამინისტროს სისტემაში, შეიძლება ამაში გულისხმობა საკადროც, უბრალოდ არ მიხსენებია ეს სიტყვა, მაგრამ არ გამოვიწყო რომ გულისხმობდი საკადრო ცვლილებებსაც. რაც შეეხება საერთო მოცემულობას, რა მოხდა გასული წლების განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ რევოლუციის რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა. და თქვენ იცით, რომ ჩვენ ამ ადამიანებს, მათ შორის ბატონ ვახტანგ გომელაურს, გედედეს ხელმძღვანელობას, სხვა თანამდებობის პირებს, საჯაროდ გამოვცხადეთ მადლობა და დავაჯილდოეთ სახელმწიფო ჯილდოებით და დღესაც შემიძლია გავიმეორო ეს მადლობა და დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ ისინი იმსახურებდნენ ამ ჯილდოებს ერთი მარტივი მიზეზის გამო.
მათ ქვეყანას თავიდან აარიდეს რამდენჯერმე ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივი მცდელობა, მათ დაიცვეს სახელმწიფო ინტერესები. ამასთან ერთად ამ ადამიანების ხელმძღვანელობით რაც ხდება. დავასრულებ ეს ერთი, მეორე. ამასთან ერთად იყო არაერთი ინციდენტი, ძალიან მძიმე ინციდენტი, მათ შორის კონკრეტული ინციდენტები შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და ამ ყველაფერმა მიგვაყებინა ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილები ამ სისტემაში, სამინისტრო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით. და ამ ყველაფრის შედეგი იყო ის, რაც ვიხილეთ 4 ოქტომბერს გასულ წელს. აქაც გამოწვევები ნაკლები არ იყო. ძალიან მძიმე გამოწვევები იყო, თქვენ გახსოვთ, რომ პირდაპირ იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში, იყო ძალადობის დაანონსებული, ასე ვთქვათ, გამოხატულება, გამოლინება, თუმცა ისე იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ ერთით მის ღერი არავის ჩამოვარდნია. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნები იმ ძალიან მძიმე ინციდენტებიდან, რომლებიც ვიხილეთ, იყო პირდაპირ საჯარო სივრცეში გავრცელებული, მათ შორის კადრები, კონკრეტულ ახალგაზრდათა ძალადობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტთა ძალადობასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსთა ძალადობასთან დაკავშირებით, რაც არის, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ არა მარტო დავგმეთ სეპირსიტყვიერად ეს ქმედებები, არამედ კონკრეტული ზომები მივიღეთ იმისათვის, რომ ასეთი რამ საქართველოში აღარ გამეორდეს და ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს და გდდ-ს ახალ ხელმძღვანელობასთან. თქვენ საუბრობთ 2-3 შემთხვევაზე. ფოტოები ნანახი გაქვთ იმ ადამიანების, ვინც აი ეს ყველაფერი გამოიარა რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის, რა ვიცი, დანაშაულები პირდაპირ, არაერთი შემიძლია გაჩვენოთ შორის ფოტოები მაქვს. ფოტოები ჩვენც ბევრი გვაქვს, ეს როგორ არის 1-2 ადამიანის გადაცნობა ბატონო ირაკლი? კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სპეცრაზმის კორდონში ატარებდნენ და უთხრობდნენ ადამიანებს გამეტებით, აგინებდნენ, დავასრულებ უბრალოდ კითხვას, რომ მე აღარ გაგაწყვეტინოთ. მათ შორის დაკავების მანქანებში, როდესაც უკვე განეიტრალებული იყვნენ ადამიანები, როდესაც ათავსებდნენ დაკავების მანქანებში, იქ უშვებდნენ გაზს, იქ აგინებდნენ ბოლო სიტყვებით, სცემდნენ ადამიანებს და იღებდნენ ამას ვიდეოზე. არაერთი ადამიანი ადასტურებს ამას, რომ ეს ყველაფერი ვიდეოზეც იყო გადაღებული და უგზავნიდნენ შესაბამის შემდგომებს. ეს როგორ არის 1-2 გადაცდომა ბატონო? კონკრეტული ფოტოები მეც მაქვს ნანახი და ეს ფოტოები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის დასტური იმისა, რომ ის ინციდენტები მოხდა, რასაც საუბრობთ. და ძალიან მძიმეა. ეს ხომ სისტემური წამებაა ბატონო ირაკლი? არა, წამებას სიტყვა არის ტყუილი. მეტი რა არის წამება მაშინ? თქვენ გაგვიმართეთ რა არის წამება? 2012 წლამდე ციხეებში და ციხეებში. 2012 წლამდე მე სკოლაში ვსწავლობდი. არა, თქვენი პარტია მაგას აკეთებდა, წამებას მაგას აკეთებდა ზუსტად. წამებას 2012 წლამდე ციხეებში და ციხეებს გარეთ. და თქვენ ამ პარტიის ინტერესებს გამოხატავთ დღეს. ეს ხო წამება და რაც შეეხება თქვენ რაზეც საუბრობთ, ეს შეიძლება იყოს მიეცეს, შეიძლება ამას არახუმანური მოპყრობის კვალიფიკაცია, შეიძლება მიეცეს დანაშაულის კვალიფიკაცია, გადასტომის კვალიფიკაცია, სხვადასხვა კვალიფიკაცია, მაგრამ წამება არის სხვა რამე, წამება არის ტყუილი. იდენტიფიცირება ვერ მოახერხებთ თქვენ ახსენეთ და რაც შეეხება არახუმანურ მოპყრობას, რაც შეეხება დანაშაულებრივ ქმედებებს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არა მარტო დავგმეთ, არამედ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგით იმისათვის, რომ საქართველოში ასეთი რამ არასდროს მოხდეს. იდენტიფიცირება ვერ შევძელითო ვერც ერთისო თქვენთვის, თქვით ვერც ერთი სპეცრაზმელისო. სხვათა შორის სასამართლო პროცესებზე თავად სპეცრაზმელები ადასტურებდნენ იმას, რომ მათ სანომრე ნიშნები ჰქონდათ შესაბამისად პოლიტიკური სურვილის დანების შემთხვევაში მათი იდენტიფიცირება წესით არ უნდა გაგრძელებოდათ. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? თქვენ დაიცავით ისინი? გამოძიებასთან შეგიძლიათ წარსდგეთ შესაბამისი კითხვებით, გამოძიება თავად სპეცრაზმელები ამბობენ, ეს საჯარო ინფორმაციაა, მე რომ საიდუმლო ინფორმაციას კი არ გეუბნებით. გამოძიებას მიმართეთ, რატო ვერ მოხერხდა კონკრეტულ ქმედებებში ჩართული პირების იდენტიფიცირება, საუბარია კონკრეტულ ქმედებებში. ეს არ იყო პოლიტიკური დაკვეთა თქვენი მხრიდან? პოლიტიკური დაკვეთა რა შუაში, ნახეთ, ჩვენთან მოქმედებს მაღალი სტანდარტი. და სწორედ ამის გამოა, რამდენჯერმე ვთქვი და გავიმეორებ, რომ დაახლოებით 500 კაცი ძალადობდა უმხეში, უმძიმესი ფორმით ამ მიტინგებზე და ამ 500 მომიტინგიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული და დაბატიმრებული. სპეცრაზმელი რამდენია დაკავებული? პროცენტული მაჩვენებელი როგორია? ხო, 500 კაციდან 30 რო არის დაკავებული, ეს ნიშნავს, რომ არის დაახლოებით 5-6%-იანი მაჩვენებელი, ხო? ეს არის და აქ საუბარია კონკრეტულ ინციდენტებზე, რაზეც საჯაროდაც გავრცელდა ინფორმაცია, 4 კონკრეტული ინციდენტი იყო, სადაც საჯაროდ იყო გავრცელებული ინფორმაცია, კადრები. მეგეუბნებით, რომ ბევრად მეტი იყო ბატონო ირაკლი. ეს საჯარო წყაროებიდან არის ეს ინფორმაცია. დაკავების შემდეგ. არა მხოლოდ დაკავების შემდეგ, სპეცრაზმის კორდონში როგორ შეყავდათ ადამიანები ამას გეუბნებით, არა ერთი კადრი არსებობს, როგორ ურტყამენ. კადრები სადაც არსებობს.
თქვენ ამოიღეთ კადრი, სადაც არის ნომრით იდენტიფიცირებადი პირი და მიმართეთ გამოძიებას. თვითონ ამბობენ სპეცრად მე უნდა გამოვიძიო ბატონო ირაკლი თუ უნდა გამოვიძიოს პროკურატურა რომელიც ერთი წელია თქვენ თუ გაქვთ შესაბამისი მასალები, სადაც ჩანს დანაშაულებრივი ქმედება და სადაც ჩანს ნომერი. მიმართეთ გამოძიებას და მიიღებთ რეაგირებას. ერთად გითხავთ ამ თემაზე. ფაქტი არის ის, რომ ეს გამოძიება ეფექტური არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში გულისხმობს სპეცრაზმელების ნაწილში, რისი მოწოდებაც არის მოსკოვის მექანიზმში, რომ უნდა დაისაჯონ ეს პირები, ვინც ძალადობდა მოქალაქეებზე და დემონსტრანტებზე. ამ შემთხვევაში მოწოდება არის რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყნების მიმართ, რომ მიმართონ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. მოწოდება არ უბრალოდ რეკომენდაცია არის, რომ მათ შეუძლიათ ეს გააკეთონ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი რამ მოხდა, მათ შორის 2 დღის წინ ბელარუსთან დაკავშირებით, ზუსტად იგივე გადაცდომებზე, როგორც თქვენ უწოდებთ, აი ამ გადაცდომებზე მიმართა ლიეტუვამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსთან დაკავშირებით. გააქვთ მოლოდინი, რომ ქართული ოცნება ჰააგაში დაასრულებს? პირველი თქვენ მეგონი გადასტომა რბილი ტერმინი გონიათ და გადასტომა საერთოდ არ არის რბილი ტერმინი, ეს ერთი. რაც ნახეთ იმასთან შედარებით გადაცდომა რბილი ტერმინი. არ არის გადასტომა, არაფერთან შედარებით რბილი გადასტომა ნიშნავს სამართალ დარღვევას, ხო? შესაბამისად ეს არის არ არის რბილი, არამედ უბრალოდ ნეიტრალური ტერმინი, რომელიც შეიძლება გამოიყენოს, არ არის რბილი ტერმინი. რაც შეეხება მოსკოვის მექანიზმს და ჰააგას და შემდეგ, ხო? ეს ჩვენთვის ვერ იქნება საინტერესო გამომდინარე იქიდან, რომ ის რაც არის ასახული მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტში, ანგარიში, არის თავიდან ბოლომდე დაფუძნებული სიცრუეზე. აქედან გამომდინარე, ეს ამ დოკუმენტს თქვენ ხომ ვერსად გაასაჩივრებთ ბატონო ირაკლი, ეს არის დასკვნა, სამართლებრივი დასკვნა, რომლის წაღებაც შეუძლია ნებისმიერ ქვეყანას ჰააგის სასამართლოში. არც გვაინტერესებს, ხო, ჩვენ ერთი რამ გვაინტერესებს, მაგალითად, პირი უბრუნდება ამ ანგარიშის ავტორს და საუბრობს მედიის თავისუფლებაზე. როდესაც ამ მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც სადა პირდაპირ და უხეშად საქართველოში მედიის გაჩუმება. ეს არის თავარი რაც საზოგადოებას აინტერესებს. დანარჩენი ყველაფერი არის უინტერესო. ვერავის ვერ შეაშინებთ ვერც ერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღის და ვერც როსტოვის. არ არის ეს საინტერესო. ჰააგის მოლოდინი გააქვთ ბატონო ირაკლი. ირაკლი. მექანიზმი არ გვაინტერესებს. მექანიზმზე არ გეკითხებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე გეკითხებით. იმდენად აბსურდულია ეს თემა, რომ საერთოდ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. როგორ არის აბსურდული? სამართლებრივი დასკვნა არსებობს ბატონო ირაკლი. თქვენ მოგწონთ მოსკოვის მექანიზმის მიერ შემუშავებული დასკვნა. ეს არის სამართლებრივი პოლიტიკური დასკვნა, სამართლებრივი რეკომენდაციებია რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყნებზე, რომ წაიღონ ეს საქმე, თქვენი საქმე სამართლებრივი დასკვნა, ეს პოლიტიკური სამართლებრივი დასკვნა. ანუ ეს არის თლიანად პოლიტიკური დასკვნა. 14 დღეში ერთი ექსპერტი, როდესაც წერს ასგვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე. 14 დღეში შეისწავლა, დაწერა ასგვერდიანი დოკუმენტი, რა თქმა უნდა, ეს არის ცარიელი პოლიტიკური დასკვნა, შესაბამისად, ქართული საზოგადოებისთვის ვერ ექნება ბუნებრივი ამ დოკუმენტს. ჰააგის მოლოდინი გაქვთ თუ არა? მე არც მოლოდინი არ მაქვს, მე მაქვს ერთ-ერთი რამის მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს სტაბილურად განვითარებას. ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდით დღეს ამაზეც გითხავთ. რაზე ისაუბრეთ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ბელარუსის ვიცე-პრემიერს? რაც შეეხება ბელარუსს, იმართება მთავრობათა შორის ეკონომიკური კომისიის ხდომა, დელეგაციას ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი და საუბარი ქონდა სწორედ ეკონომიკურ საკითხებზე ბატონ ვიცე-პრემიერთან. მათ შორის იყო თუ არა, გაუზიარეთ თუ არა ერთმანეთს პრაქტიკა, ვინაიდან ფაქტია, რომ ერთზე ბელარუსის რეჟიმზე არის დაწყებული გამოძიება ჰააგაში, უკვე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე, სავარაუდო დანაშაულზე. თქვენ პარტიაში მოიგითხეთ დანაშაულები, შემიძლია გითხრათ. თქვენი პარტია იყო ისმის, ისაუბრეთ ამაზე. არა, მაგას მე ვერ მივიღებ. თქვენ პარტიაში მოიგითხეთ. თქვენ წარმოადგენთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ხო? თქვენი ტელევიზიაც არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის პრეს-სამსახური, ხო? თქვენი პარტიისგან ასეთ კითხვებს მართლა ვერ მივიღებ, იმიტომ რომ თქვენ ხართ პოლიტიკური აღიზიანები, შვიდად გესაუბრებით, ხო? სად შემეძლო გაღიზიანება, შვიდად გესაუბრებით. პარტიის წევრი ხართ, გაღიზიანება რა შუაშია, ფაქტის კონსტატაცია. ფაქტის კონსტატაცია, ხო? რაც შეეხება თქვენს პარტიას, თქვენი პარტიისგან ასეთ განცხადებებს რა თქმა უნდა ვერ მივიღებთ, იმიტომ რომ თქვენი პარტია გამოირჩეოდა კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებებით, ხო? მაგალითად, იგივე შეკრების
ნაწილში რო ავიღოთ, თქვენ მოკალით 26 მაისს რამდენიმე ადამიანი მშვიდობიანი შეკრების დარბევის დროს, ხო? ეს გააკეთეთ თქვენ, აწამებდით ადამიანებს ციხეებში და ციხეებს გარეთ, მედიის თავისუფლება აბსოლუტურად ფეხქვეშ ჰქონდათ გათვალილი. ეს არის, ხო და იმაზე არ არის. იმაზე არ არსებობს არავითარი დასკვნა. ამაზე დაფიქრდით, რომ თქვენ პარტიასთან დაკავშირებით არავითარი სამართლებრივი დასკვნა არ არსებობს. პირიქით, მწვანე შუქი ჰქონდათ ანთებული ყველა ამ კრიმინალთან დაკავშირებით, ადამიანების წამებასთან დაკავშირებით. დღეს წამება არ ხდება და წამებას წერენ სამარცხინო დოკუმენტში. სავარაუდო კი მიაწერეს ამ წამებას, მაგრამ მნიშვნელობა 112-ჯერ არის სიტყვა წამება გამეორებული, იწერილია ყოველჯერზე სავარაუდო, მაგრამ წერია, ხო? არ აინტერესებს სამართლებრივი სტანდარტი, უწერია სავარაუდო წამება, 112-ჯერ არის ეს სიტყვა ნახსენები დოკუმენტში, რატომ? იმიტომ რომ აბსოლუტურად პოლიტიკურად მიგერძოებულია, ხო, განცხადების ანგარიშის ავტორი. რომის სტატუტის ხელშეკრულებიდან ხომ არ აპირებთ გამოსვლას? არაფრიდან არ აპირებთ გამოსვლას. კარგი. რომეო რომეო მიქაუტაძეს მიესაჯა 10 წელი პატიმრობა, ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო თქვენი მმართველობის დროს წლების განმავლობაში. ხომ არ აპირებთ მისი ზემდგომის, ასე ვთქვათ, საქმით დაინტერესებას, ვინაიდან როგორ შეიძლება რომ მაგალითად მოადგილემ ამდენი ხნის განმავლობაში ამდენი ფული მიითვისოს, რომ ზემდგომმა არაფერი იცოდეს. ჩემი საქმე არ არის სისხლის სამართლის საქმეების აღწურვა. ეს არის თავად ამბობს, რომ პოლიტიკურ კლანებს შორის დაპირისპირების მსხვერპლია ის. რეალურად არის კონკრეტული განაჩენი ეფუძნება კონკრეტულ გარემოებებს, ნებისმიერი ბუნებრივია ბრალდებული და განსაშელი და მშავდებული ასეთ განცხადებებს აკეთებს. დანარჩენი მე ვერ შევალ ამ ყველაფერში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე, რასთან დაკავშირებით და სადგა განაჩენი პოლიტიკური კომენტარების კეთება ამაზე არ არის მართებული. თუმცა დანაშაულები როგორც ჩანს წლების განმავლობაში იყო და ახლა დადგა ეს განაჩენები და წლების განმავლობაში როგორც ჩანს ეს და ამ დანაშაულებს ჩადიოდნენ ეს ადამიანები და დადგა განაჩენები ახლა. მაშინ სად იყო ქართული ოცნება ამდენი ხანი თუ ეს პოლიტიკური კლანებს შორის დაპირისპირება არ არის? შეკლებებს შორის დაპირისპირება კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიზნესმენაშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, ეს მოხდა 2023 წლის დეკემბერში. სწორედ იმის გამო, რომ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, მან გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება. მე პირადად მივიღე ეს როგორც ძალიან მკაფიო მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ განსაკუთრებული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული კორუფციის წინააღმდეგ. და საზოგადოება ვფიქრობ ხედავს ძალიან მკაფიო შედეგებს, არა მარტო კორუფციის წინააღმდეგ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ძალიან მკაცრად ვიბრძვით და რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება. მოგესალმებით, გელა ბოჩიკაშვილი, რადიო თავისუფლება, მეც რამდენიმე კითხვას დავსვამ, დავიწყებ მოსკოვის მექანიზმთან დაკავშირებით. შეეძლო თუ არა საქართველოს დაესახელებინა მომხსენებელი და თუ კი არ დაასახელეთ და შეგეძლოთ არ დაასახელეთ, რა იყო მიზეზი? ვიტყვი კითხვის არს, რატომ დავსვი ეს კითხვა. რადიო თავისუფლებამ ჩაწერა პატრიცია გრჟებიკთან ინტერვიუ, სადაც ის საუბრობს, რომ საქართველოს ამის შესაძლებლობა ჰქონდა და არ გამოიყენა და რადგან საქართველოს არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა, ჩათვალა, ციტატას წავკითხავ, თუ მათ არის სურვეს საკუთარი რეპორტიორის დანიშვნა, ეს ნიშნავს, რომ ეჭქვეშ არ აყენებდნენ ჩემს სანდოობას როგორც რეპორტიორისას. ჰქონდა თუ არა? ჰქონდა შესაძლებლობა ჩვენ მხრიდან რა აზრი ჰქონდა კანდიდატურის დასახელებას, როდესაც ვიცოდით რა იყო ამ პროცედურის საწყისი, ხო? რა აზრი ჰქონდა ფორმალურად ჩვენი მხრიდან კანდიდატურის დასახელებას. ბუნებრივია ეს არ გავიკეთებია, მაგრამ რასაც ქალბატონი ამბობს არის აბსურდი. ჩვენ რო კანდიდატურა არ დავაყენეთ ეს რომ ნიშნავდა მის მოწონებას, ეს არის აბსურდი, ხო? ასეთ აბსურდს როცა ქალბატონი ამბობს, ეს მის მიგერძოებაზე რა თქმა უნდა დამატებით მეტყველებს. პროცედურულად როგორ იყო? თქვენ მიერ დასახელებულ კანდიდატს და შერჩეულ კანდიდატს ხომ შეგეძლოთ მესამე კანდიდატის, მესამე ექსპერტის შერჩევა. ხო არ მეშლება თუ მეშლება ეს? მე არ ვიცი ამ დეტალებში, ამ დეტალებში არის იმისთვის რომ საერთაშორისო თავიდანვე ცხადი იყო რა იყო ამ პროცედურის საფუძველი. ამიტომ სიღრმეში აღარ შევსულვართ. თავიდანვე ჩანდა რა იყო ამ ყველაფრის საფუძველი და რით დასრულდებოდა ეს პროცესი. ერთ-ერთი ჩვენ რაც გავაკეთეთ, ჩვენ დავეთანხმეთ შეხვედრებთან დაკავშირებით და გაიმართა ეს შეხვედრები მასთან. თუმცა ამასაც დიდი ფასი არ ქონდა, უბრალოდ ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედეთ ეუთოს მიმართ ის ხო და ეს. და რომ კეცადათ, ანუ თქვენი ექსპერტი ხო თქვენს პოზიციებს დაიცავდა იქ. ნახეთ, ეს ხო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ისეთი რამ არ უნდა სცადო, რაც არის აზრს მოკლებული. ძალიან მარტივად არის აქ საქმე.
მაგრამ ხალხის განმარტება თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მას ეთყობა ლოგიკასთან აქვს ზოგადად პრობლემა. ის მართლა ვერ დაადგინა საქართველოს ეწოდება თუ საქართველოს რესპუბლიკა გონია, რომ საქართველოს რესპუბლიკა ეწოდება ჩვენს ქვეყანას. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ აქციაზე მომხდარი ძალადობის რამდენიმე შემთხვევა. თუ შეგიძლიათ 4 შემთხვევას ახსენებთ ხოლმე, მაქსიმუმ 4 შემთხვევა თუ სწორად მახსოვს და აქედან ერთს ამბობთ ხოლმე ტევე პირველი შემთხვევას, რომელიც არ იყო სამართალდამცავების მხრიდან ძალადობა. რომელ 3 შემთხვევას გულისხმობთ, რომ ჩვენთვის ნათელი იყოს დავადაროთ? სამს რაც შეეხება უშუალოდ რუსთაველის გამზირზე, ეს იყო ხაბეიშვილის შემთხვევა, ეს იყო რუგავას შემთხვევა და ეს იყო ახალგაზრდა კაცი მის გვარი არ მახსოვს მისი შემთხვევა. ჟურნალისტი იყო, მედიის წარმომადგენელი იყო თუ არა? თქვენ გულისხმობთ რუსთაველზე უშუალოდ ხუჭუჭად? კი ბატონო. კიდევ ერთი კითხვა მექნება. თქვენ სტატისტიკაში თუ გაქვთ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლზეც რომ იძალადეს 9 პარლამენტის შენობის გვერდით. თვითონ საზოგადოებრივი მაუწყებლიც საუბრობდა შემდეგ ამაზე. გაქვთ ამ შესახებ? სამართალდამცავების მხრიდან ვერ გეტყვით. კი, ანუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბატონო, შეიძლება იყოს ასეთი ფაქტიც. და გეუბნებით, რაც მე ჩემი თვალით ვნახე, იყო მინიმუმ ეს 3 შემთხვევა კონკრეტული. ფოტოები მაქვს ნანახი, რამდენი ადამიანის ფოტო გაქვთ ნანახი? ფოტოები რაც ვრცელდებოდა სოციალურ მედიაში, მაქვს ეს ფოტოები ნანახი. ფოტოზე მეტია, ხო? კი, ნახეთ, იქ არის ფოტოები, რომლებიც ასახავს დაზიანების კვალს, ხო? დაზიანების კვალს რაც შეეხება, ეს როგორ არის მიყენებული, რა იყო ამის მიზეზი და ეს შემდეგ, ამასთან დაკავშირებით არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, ხო? ანუ რა იყო ამ ყველაფრის საფუძველი. თქვენ წეგან მაგრამ რაც ჩემი თვალით ვნახე და სადაც შემიძლია ვთქვა, რომ კონკრეტული ფაქტი შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, იმაზე გესაუბრებით ხიად და კაფეად. თქვენ ახსენეთ, რომ ცვლილებები გატარდა უწყებაში იმისთვის, რომ აღარ მოხდეს გამოირიცხოს, ასე ვთქვათ, მსგავსი ძალადობის შემთხვევებია. კონკრეტულად თუ შეგიძლიათ გითხრათ რა გაატარეთ, რა ცვლილებებზე საუბრობთ და მეორე მხრივ ეს არის პერსონებზე დამყარებული ცვლილება, რომ კონკრეტული ადამიანის არ გასცემს დავალებას თუ არ დაუშვებს მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანის მხრიდან ძალადობას თუ არის რაიმე ტიპის სამართლებრივი შესაძლებლობა იმისთვის, რომ სავარაუდო მოძალადეების იდენტიფიცირება მოხდეს. თქვენი მთავარი არგუმენტი არის ხოლმე, რომ ვერ მოხდა ამ ადამიანების იდენტიფიცირება. მაგ ძალადობის შემთხვევის შემდეგ რამდენჯერმე შევიდა პოლიციის შესახებ კანონში ცვლილება. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო იყო, როცა პოლიციის აკადემიას მიეცა უნივერსიტეტის სტატუსი თუ სწორად მახსოვს. ხომ შეგეძლოთ სამართლებრივი მექანიზმები ჩაგედოთ, როცა ასაუბროთ ცვლილებებზე და დასკვნაში მოხდა ზუსტად ეს ძალადობის შემთხვევები. ვერ დაარწმუნეთ, რომ თქვენ სამართლებრივად შეგეძლოთ კიდევ სხვა რაღაცის გაკეთება, უბრალოდ ხომ არ გაჩნდა ამის ვარაუდი, რომ შეგეძლოთ სამართლებრივად სხვა რაღაც გაგეკეთებინათ, მათ შორის ნომრები მიგეთითებინათ, მიგენიჭებინათ ამ ადამიანებისთვის, რომელიც იქნებოდა უწყებისთვის მაიდენტიფიცირებელი, ხოლო საზოგადოებისთვის უცნობი. რა საშუალებები გაქვს? პირველ რიგში ცვლილებებს რაც შეეხება, რამდენიმე თვის წინ ბატონმა გეკა გელაძემ დაიკავა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა და მან განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც საკადრო, ისე ინსტიტუციური ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და ამის შედეგებს ვხედავთ, ხო? მე ორჯერ ვახსენე უკვე 4 ოქტომბრის მოვლენები, სადაც იყო ძალიან სერიოზული გამოწვევები, თუმცა აბსოლუტურად იუველირულად იმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ისე რომ არც ერთ ადამიანს არაფერი დაშავებია, ისე მოახერხეთ ჩვენ ხელისუფლების დამხობის მორიგი ძალადობრივი აქტის აღკვეთა. ხო ეს ერთი. და ამის გარდა თავი რომ დავანებოთ შეკრების საკითხებს, ხელისუფლების დამხობის საკითხებს და შემდეგ ეს ყველაფერი როგორზე გადავდოთ, თქვენ იცით როგორია მაგალითად იგივე მაჩვენებლები ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. 2005-მდე მარტო რეალიზაციაში ჩართული პირია, ნარკოტიკების რეალიზაციაში ჩართული პირია დაკავებული და დაბატიმრებული, ხო? ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით გვაქვს არსებითად შეცვლილი ვითარება რეგიონებში, გვაქვს არსებითად გაუმჯობესებული ვითარება დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ინსტიტუციურ და საკადრო ცვლილებებთან, რომელიც განხორციელდა. ანუ ადამიანების ხელმძღვანელების კეთილსინდისიერებაზეა, მათ დაქვემდებარებული ადამიანი ჩაიდენს თუ არა დანაშაულს თუ ეფექტურობაზეც. დავასრულებ ნახეთ, რაიმე საშუალება არსებობდა თუ კი 4 ოქტომბრის აქციის დროს ხელმძღვანელების მხრიდან არსებობდა თქვა მითითება, რომ არ ეძალადა და არ ყოფილიყო მსგავსი შემთხვევები, როგორც გასულ თვეებში, არსებობდა იმის საშუალება, რომ გამოგევლინათ თუ კი ვინმე თვითნებობას გამოავლენდა ამ დროს. შეეხება გამოვლენას, ამაზე საუბარია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშიც, ეს კითხვა დაუსვეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, შინაგან საქმეთა სამინისტრმა განაცხადა ანგარიშის ავტორის წინაშე, რომ გაკეთებოდა ყველაფერი
პირთა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა უკეთესი იდენტიფიცირების შესაძლებლობის შექმნისთვის. ეს არის ასახული მოსკოვის მექანიზმის. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ გექნებათ ინფორმაცია, როგორ შეიძლება ადამიანის იდენტიფიცირება მოხდეს? ანუ ნახავს სამინისტრო საერთაშორისო სტანდარტებს, ნომრის მინიჭება იქნება თუ რა იქნება, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით იქნება უზრუნველყოფილი ეს ყველაფერი. ერთ კითხვასაც დაგისვამ, საქართველოსდან გატანილი გადამუშავებული ნავთობის მოცულობა იანვარში იყო 401%-ით გაზრდილი. საქართველოს არ არის ნავთობმწარმოებელი ქვეყანა, ასე ვთქვათ. ეს ხომ არაჩენდა ეჭვს და ამ საკითხზე ხომ არ იყო დასმული, გამოიყენებოდა თუ არა ყულევის სპორტი ამ მიმართულებით. ან თუ შეგიძლიათ რომ აგვიხსნათ, საიდან მოხდა საქართველოში, ანუ აქ არის საუბარი საქართველოს რა ნავთობის გადაამუშავა. საიდან შემოდის საქართველოში ნავთობი, რომელსაც ამუშავებს რომელიც მუშავდება ქვეყანაში და გადის უკვე ექსპორტზე. რომელი კომპანიები აწარმოებენ დიდ მოცულობაზე აქ საუბარი 58 მილიონზე. იყო არის კონკრეტული შემთხვევა, ქარხანა არსებობდა და ქარხანა არსებობს. ხო, რაც შეეხება ნავთობის გადამუშავებას, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, აუცილებელი არ არის ქვეყანა იყოს თვითონ ნავთობის მომპოვებელი, შეიძლება ამუშავებდეს ნავთობპროდუქტებს. რაც ხდება ჩვენს შემთხვევაში, რაც შეეხება კონკრეტულად ყულებს. ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო განმარტებები გაკეთდა. ყულევის პორტი, ქარხანა, ტერმინალი არ გამოიყენება სანქციების გვერდისავლისთვის, რასთან დაკავშირებითაც კონკრეტული მტკიცებულებები წარადგინა ქართულმა მხარემ ევროკავშირის წინაშე. გამარჯობა. 109 მილიონის საწოლო შემოვიდა საქართველოში რუსეთიდან. ზუსტად იმავე პერიოდში. ანუ 159 მილიონი შემოვიდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში. ანუ საქართველოში ნედლი ნავთობი შემოდის რუსეთიდან. თავარი შემომტანი ქვეყანა არის რუსეთი და საქართველოსთან კიდევ გადის. ამ დეტალებში რო არ შევიდეთ, რამდენი შემოდის საქართველოში, რამდენი გადის, თავარი არა, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილება. სანქციების გვერდისავლისთვის საქართველოს არ გამოიყენება და ვართ ერთგული ამ პრინციპის, ეს არის თავარი. დანარჩენი ყველაფერი არის ეკონომიკური აქტივობები, რაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. გამარჯობა, ტელეკომპანია პოსტები, ლორენა ონიანი, რადიო თავისუფლებამ ახლახან თქვა, რომ თქვენი ექსპერტი რომ აგერჩიათ, დაიცავდა თქვენს ინტერესებსო. ანუ რა გამოდის საბოლოოდ პოლონელი ექსპერტი, ვინმეს ინტერესებს იცავდა, თუ ის უნდა იყოს ობიექტური მომხსენებელი, ამასაც შევხედოთ. ეს ერთგვარი წამოსდენა ბუნებრივია, ხშირია ხოლმე ასეთი წამოსდენები. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ექსპერტი უნდა იყოს დამოუკიდებელი. ამ შემთხვევაში ეს ასე უნდა ყოფილიყო, თუმცა თქვენ ხედავთ მოსკოვის მექანიზმის დასკვნიდან, ანგარიშიდან, რომ თავიდან ბოლომდე არის ფეხქვეშ გათვალილი ობიექტურობის სტანდარტები, ობიექტურობის პრინციპი და ეს წამოსდენაც ამის დასტურია, რომ ყველაფერი იცის სინამდვილეში, ვის ინტერესებს წარმოადგენდა კონკრეტული ექსპერტი, რომელიც მუშაობდა ამ ანგარიშზე. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. პირველი მოვედი ისე და ბოლოს ვამ კითხვებს და ჩემი აზრით ძალიან უსამართლო მიდგომა აქვს თქვენს პრესამსახურს. ტელეკომპანია ფორმულა, ნატალი ჯახუტაშვილი და ერთი სათხოვარი მაქვს, რომ პრესამსახურმა ხელი არ შემიშალოს და მქონდეს შესაძლებლობა დავსვათ ყველა კითხვა. გაასაჩივრეთ და განვიხილოთ. ბატონო ირაკლი, პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი ინფორმაციით ძალადობრივი ქმედებების შედეგად რამდენი ადამიანი დაშავდა ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს. რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ რიცხვის თქმა თუ შეგიძლიათ? მთლიანობაში დაშავებული საკმაოდ ბევრი იყო და 200-ზე მეტი ადამიანი დასახით ჩრდა, ეს ოფიციალური მონაცემები. დასახით ჩრდა სხვა რამეა, ნახეთ ბატონო ირაკლი, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ ცალკეულ გადაცდომებს ჰქონდა ადგილი, საუბარი არის სინამდვილეში სისტემურ დანაშაულზე და ამაზე არა მხოლოდ მოსკოვის მექანიზმის დასკვნაშია საუბარი, არამედ ამაზე არაერთი ორგანიზაცია ლაპარაკობს. რომ სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და რომ სასტიკად უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს. რასტყუელია. ჩვენ ნახეთ კადრები დარწმუნებული ვარ, გექნებათ ნანახი. თქვენ მე ერთი მთავარი კადრები მაქვს ნანახი. ეს არის კადრები, როდესაც 500 მოძალადე უხეშად უპირისპირდება სახელმწიფოს. ეს არის თავარი კადრები, რაც გურამ როგავას, მაკა ჩიხლაძეს, მარიამ გაფრინდაშვილს, ზვიად მაისაშვილს ეუბნებით, რომ მაგაზე უკვე ვისაუბრეთ. მათზე არ უძალადია არ არის? პირიქით მე ვთქვი, გვარებითაც დავასახელე, რომ იყო მათ წინააღმდეგაც ძალადობა, მაგრამ ასეთი არის ძალიან ვრცელი, ამიტომ გეუბნებით. 200-ზე მეტი ადამიანი დასახით ჩრდა სპეცრაზმელების ძალადობრივი ქმედებების შედეგად. ერთი რამე მინდა გირჩიოთ. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ფაქტებიც მათ შორის სამართალდამცავების მხრიდან ეს გადაცდომებიც მოხდა კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელიც იყო ზუსტად რომ სისტემური მომიტინგეების მხრიდან. ანუ მაკა ჩიხლაძე დანაშაულს ჩადიოდა, როდესაც ფიზიკურად გაუსწორდნენ თუ ის თქმა გინდათ. ხარამის გეუბნებით. ლოგიკას გავყვეთ.
სხვა რამეს გეუბნებით. იყო კონკრეტული უმძიმესი დანაშაული, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, გარედან მხარდაჭერილი ძალადობრივი მცდელობა და ამ ყველაფერს მოყვა ეს ყველაფერი და თქვენ ამ ძალადობრივ მცდელობას, გარედან მხარდაჭერილ რევოლუციურ მცდელობას გულშემატკივრობდით თელი სულით და გულით. რა თქმა უნდა ეს არც ამართლებს. მე პირდაპირ ეთერში ვუყურებდი, როგორ უკანონოდ ექცეოდნენ სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს, რომლებიც ეს არ ამართლებს. მშვიდად იდგნენ რუსთაველის გამზირზე და არაფერს არ აშავებდნენ. თქვენს გეკნებათ ეს კადრები ნანახი და რატომ ამბობთ, რომ ცალკეულ გადაცდომებს ჰქონდა ადგილი, როდესაც სისტემურ დანაშაულს ჩადიოდა ქართული ოცნება. ეგ ყოველია. სისტემური დანაშაული თუ იყო სადმე, ეს იყო მომიტინგეების მხრიდან ძალადობა, ეს იყო გარედან დაკვეთილი რევოლუციური სცენარი და ჟურნალისტები რევოლუციის მოსაწყობად გავიდნენ პარლამენტის შენობის წინამის მოძალადეებზე გეუბნებით. გეუბნებით დაშავებულ აქციის მონაწილეებზე, რომლებიც ლამის სიკვდილამდე მიიყვანეს და ამის პირდაპირ კადრები არსებობს და საინტერესო ისიც არის, რომ სპეცრაზმელები არა მხოლოდ აქციაზე ძალადობდნენ მათზე, არამედ დაკავების პროცესშიც, დაკავების შემდგომაც წინასწარ იზოლატორებში და ამაზე არაერთი არასამთავრობო კადრები სადაც არის, სამივე შემთხვევაზე ვისაუბრეთ, ხო? სადაც არის კადრები, სამივე შემთხვევაზე ვისაუბრეთ. 200 შემთხვევაა, როგორც მინიმუმ ბატონო ირაკლი და არა 3, ამას გიხსნით და საზოგადოება რატომ შეგყავთ შეცდომაში? ნახეთ 200 მოძალადე იქნა დაკავებული, რომელიც ჩართული იყო დანაშაულებრივ ქმედებებში და რა თქმა უნდა 200-ს ჰქონდა იმის ინტერესი, რომ საკუთარი დანაშაული გადაებრალებინა შინაგანსაქმეთა და სამინისტროსთვის. აქედან გამომდინარე ეს 200 ჩვენება ჩვენთვის რა თქმა უნდა არ არის დამაჯერებელი. კიდევ ერთხელ მე არ გამოვირიცხავ. კადრები არსებობს და საზოგადოებას კადრები სადაც არის. რომ ნახოს კადრები სადაც არის. კადრები სადაც არის იმის ქვეყანა მიხელა დარწმუნებული ვარ კადრები სადაც არის უკვე ვისაუბრეთ. აქციის მონაწილეებზე. კადრები სადაც არის იმაზე უკვე ვისაუბრეთ. იმაზე უკვე ვისაუბრეთ სადაც კადრებია. ეხლა საუბრობ სადაც კადრები არ არის. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ აქ ჩვენებებს იძლევიან ადამიანები, რომლებიც თვითონ იყვნენ დანაშაულებრივ ძალადობაში ჩართული. არსებითად ეს ადამიანები არიან და თქვენ ცალმხრივად საუბრობთ ძალადობაზე და მე ვსაუბრობ ორმხრივად. და თქვენც გირჩევთ რეკომენდაციას გაძლევთ, რომ ორმხრივად ისაუბროთ ძალადობაზე. პოლიციელებზე და სპეცრაზმელებზე ძალადობდნენ კონკრეტული ადამიანები. სისტემურად და უხეშად რა თქმა უნდა. სპეცრაზმელებზე, რომლებიც სრულად აღჭურვილები იყვნენ, მათზე ძალადობდნენ აქციის მონაწილეები. თქვენ ცეცხლს როგორ უგიდებდნენ, მე კამპანიები რო ქონდათ, მოლოტოვი რა კარგია. და როგორ დემოკრატია მოლოტოვის კოქტეილის სრულად და ცოცხლად პოლიციელის დაწვა, ამაზე კამპანიები არ ქონდათ. თქვენ ის ფოტოები გააქვთ ნანახი, თავები რომ აქვთ გატეხილი, მოქალაქეებს დაკავების იზოლატორებში რომ სასტიკად უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს. ნანახი გაქვთ ეს კადრები. უკვე არასერიოზულ სახეს იძენს. კიდევ ერთხელ გეუბნებით მარტივ რამეს. იყო სერიოზული გადასტომები, მათ შორის გადასტომები, რომლებიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობით. და სწორედ ამის შედეგი იყო, რომ 4 ოქტომბერს მანამდე განხორციელდა სერიოზული ცვლილებები, 4 ოქტომბერს. 4 ოქტომბერზე არ საუბრობდი, მე 4-ს დაასრულეთ. 4-ს საუბრობ. აი მე ლოგიკა არის მეცნიერება, რო იცოდეთ. ანუ ლოგიკა არის მეცნიერება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტულ დასკვნამდე კონკრეტული წანამძღვრებით უნდა მიხვიდე. ანუ არსებობს წანამძღვრების ერთობლიობა და იმ წანამძღვრებით მიდიხარ ლოგიკურ დასკვნამდე და თქვენ ამ მეცნიერებას უარყოფთ. არაფერს არ ვუარყოფთ, თქვენ უგულებელყოფთ ფაქტებს, ბატონო ირაკლი. არც ერთი მოძალადე ამ დრომდე რატომ არ არის დასჯილი. ლოგიკურ დასკვნამდე უნდა მიხვიდე საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 0 მოძალადე პოლიციელი არის დასჯილი. რატომ არავინ პასუხისგებაში ამ დრომდე არ არის მიცემული? მოძალადეებზე მაქვს საუბარი. თქვენი წინამორბედები კოცონზე წავდნენ მეცნიერებს. რო იცოდეთ. ბატონო ირაკლი. ეს ხუმრობა. სასაცილო არა, მე ამდენი ადამიანი რო დაწესდა. სასაცილო რა არის, ისიც რომ მე სხვა რამეს გეუბნებით და თქვენ სხვა რამეს პასუხობთ, ანუ ლოგიკიდან ხართ ამ მოართმენლით ეგ არის სასაცილო. ლოგიკიდან მე როგორ ვარ ამოვარდნილი? დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ზოგიერთი ძალადობრივი ქმედება თქვენი პრესამსახური ძალიან ღელავს და ამიტომ წინასწარ გთხოვეთ, რომ ხელი არ შემიშალოს კითხვების დასმაში და დარწმუნებული ვარ თქვენს მიპასუხებთ. სერიოზული კონფლიქტია თქვენსა და პრესამსახურის გარეშე. ნახეთ, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ. ნახეთ რა შეასაქმე, ხო? თქვენ საუბრობთ, რომ სადღაც არის კონკრეტული კადრები და მე ჩამოგითვალეთ სახელებით და გვარებით. ეს შემთხვევები და გითხარით და დავადასტურე, რომ ეს იყო ისეთი ქმედებები, რომლებიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. ხო, ეს დავადასტურეთ, შევთანხმდით. ახლა მეორე, სადაც არ არსებობს კადრები. სადაც არ არსებობს კადრები, იქ იყო დაახლოებით 200 კაცის ეს წერია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშიც, დაახლოებით 200 კაცის ჩვენება.
მე არ გამოვირიცხავ რა აქ იყო მომრგული შემთხვევები, როდესაც მართლა მოხდა ძალადობა, მართლა დაირღვა კანონი, მათ შორის დანაშაულის ნიშნების შემცველი იყო ეს აქტები და ეს შემდეგ. მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ სისტემური ხასიათი არ ქონდა ამას და ეს იყო ცალკე აღებული შემთხვევები და მწვანე შუქი ანთებული არ ქონდა ხელისუფლებას. მაგას ვამბობთ. ბატონო ირაკლი, ასევე უნდა გკითხოთ ბიძინა ივანიშვილთან თუ ქონდათ კომუნიკაცია ამ დღეების განმავლობაში მოსკოვის მექანიზმის დასკვნასთან დაკავშირებით, თუ იყავით ჩასული ამ თემაზე არა, სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით ქონდა კომუნიკაცია. შეკვეთილში ჩახვედით მასთან პირადად? არა, საერთოდ შეკვეთილში თავადაც არ არის თორსები ბატონო ვიცი. ფიზიკურად შეხვდით? არა, მქონია ტელეფონით ქონდა საუბარი რამდენჯერმე, ხო სხვა თემებზე, მოსკოვის მექანიზმი მართლა არ არის ასეთი აქტუალური თემა, როგორც ზოგიერთ ადამიანს ქონია. აი მოსკოვის მექანიზმის დასკვნაში მაგალითად პირდაპირ წერია, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ნიშნები იკვეთება. იმ ქმედებებზეა საუბარი, რასაც ახორციელებდა 2024 წლიდან მოყოლებული ქართული ოცნება და ელოდებით თუ არა იმას, რომ ჰააგის ტრიბუნალი დაიწყებს გამოძიებას ქართული ოცნების დანაშაულების შესასწავლად. არა, მართლა კაცობრიობა თუ რა არის თუ იცით, იმიტომ იცით თუ არა გერმანია ინტერესებს ამაზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ, მათ შორის სისტემურ დანაშაულს აქვს ადგილი და ზოგიერთი ქმედება უტოლდებოდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ეს ხომ წერია მოსკოვის მექანიზმის დასკვნაში და რატომ ცდილობთ რომ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში? კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული არის კონკრეტული მოვლენა, რომელსაც აქ საერთოდ არ არის. ამ კატეგორიაში განიხილება ის ქმედებები, იმიტომ რომ ზოგიერთი ქმედება უტოლდებოდა წამებას. ამას მე არ ვამბობ. ეს წერია მოსკოვის მექანიზმის დასკვნაში. არც ერთ შემთხვევაში მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტში მტკიცებით ფორმით არ წერია, რომ სადმე მოხდა წამება. ვერ დაადგინა ასეთი რამ. ქალბატონმა მიუხედავად იმისა, რომ იყო აბსოლუტურად მიგერძოებული, ამდენი ვეღარ იგადრა, რომ ყოველგვარი ფაქტის გარეშე წამება მტკიცებითი ფორმით დაედგინა. არცად არ წერია მტკიცებითი ფორმით, მტკიცებითი ფორმით ასეთ რაღაცებს არ წერენ. რაც შეეხება არჰუმანურ მოპყრობას, რაც შეეხება გადაცდომებს, მათ შორის დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს, ასეთ რაღაცებზე ჩვენ საუბრობთ, ხო? ეს რაღაცები მოხდა. და სწორედ ამის გამო მივიღეთ ჩვენ კონკრეტული ზომები იმისათვის, რომ ასეთი ქმედებები აღარ გამეორდეს არასდროს. თუ მწვანე შუქი ხელისუფლებას არ ქონდა ანთებული, რომ პოლიციელებს ეძალადათ აქციის მონაწილეებზე, არც ერთი მოძალადე პოლიციელი რატომ არ არის დასჯილი და ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ ძალადობრივი მოვლენების შემდეგ თქვენ დააჯილდოვეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული წარმომადგენლები. მათ შორის უშუალოდ ის ადამიანები, რომლებიც ამ სპეცოპერაციაში იყვნენ ჩართულები ან ხელმძღვანელობდნენ საუბარი მხარებაზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინელ ხელმძღვანელზე, მის მოადგილეზე. რატომ დააჯილდოვეთ ეს მოძალადე ადამიანები, რომლებმაც ლამის აწამეს წერია ეს დასკვნაში. ეს ადამიანები იმსახურებდნენ ჯილდოს იმის გამო, რომ მათ დაიცვეს სახელმწიფო, რომ არა მათი მტკიცე ქმედებები, დღეს ჩვენ სახელმწიფო არ გვიქნებოდა. დღეს ვიქნებოდით, სადაც არის უკრაინა. და სწორედ ამის გამო ეს ადამიანები იმსახურებდნენ და იმსახურებენ ჯილდოებს და მადლობას და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო მათ მიმართ მადლობის სიტყვები. მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად უსწორდებოდნენ ადამიანებს მათი დავალებით. უკვე განმოვითარეთ ეგ ლოგიკა და რომ გესმინათ უკვე ვისაუბრეთ ამაზე. ერთი მხრივ ეს ადამიანები ბატონო ირაკლი, არც ერთი მოძალადე რატომ არ არის დასჯილი, თუ ხელისუფლებას დღეს აქვს კეთილინება, რომ გამოძიებულ იქნას ეს საქმეები. იდენტიფიცირებული თუ იქნება დამნაშავე, დაიშება აუცილებლად. და თქვენი პასუხისმგებლობა არ არის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, რომ არ ეკეთათ კიდევ ერთხელ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. ნახეთ, ჩვენ გვაქვს მაღალი სტანდარტი. 500 ადამიანი იყო ჩართული უმძიმეს ძალადობაში, ხელისუფლების გადატრიალების ცდილობაში და აქედან მხოლოდ 30 დაისაჯა. რატომ? იმიტომ რომ არის მაღალი სტანდარტი. და ამ 30 ადამიანის სავარაუდოდ გათავისუფლებას ითხოვს ახლა ეს ქალბატონი, რომელიც დანაშაულში იყო ჩართული. რომ ამ ქალბატონისთვის ერთ მხარეს დანაშაული არის ისაღები და მეორე მხარეს არის მიუღებელი. თქვენც იგივე სტანდარტით ხელმძღვანელობთ, ხო? ჩვენ გვეუბნებით რას, რომ ორივე მხარეს დანაშაული არის მიუღებელი, ორივე მხარეს დანაშაულს გმობთ ეს ერთი და მეორე მივიღეთ უკვე ზომები იმისათვის, რომ არც ერთი ასეთი ინციდენტი აღარ გამეორდეს მომავალში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. თქვენ მაინც გითხავთ ბოლო კითხვასაც, მოლოდინი გაქვთ თუ არა, რომ ჰააგის ტრიბუნალზე კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება?
არ არის ჩვენთვის ეს საინტერესო, როგორც მოსკოვის მექანიზმი, არაფერს არ ცვლის ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე საერთოდ არ არის საინტერესო ჰააგის ტრიბუნალის უბრალოდ რელევანტური. საქართველოს ხომ არის რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანა, თქო და გაითვალისწინოთ ის გადაწყვეტილებები, რასაც იღებს ჰააგის სასამართლო. ნახეთ, ბევრი რამისებრი ქვეყანა ვართ, მათ შორის ეუთოსებრი ქვეყანაც ვართ და აქ ხედავთ, რომ სრულიად არა ობიექტური დასკვნა დაიდო, ხო? აქ არ არის კავშირში ერთი მეორესთან, ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ეს შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს და როგორც ეს შეესაბამება ობიექტურ სინამდვილეს. თავარი ის არის თუ რა არის ობიექტური სინამდვილე. მაგალითად, ჩვენ დემოკრატიული უკანასკნელობა გვაქვს თუ დემოკრატიული წინსვლა გვაქვს და საზოგადოება ამას ხედავს. ველივე წინადადებაში დასკვნაში ეწერა, რომ დემოკრატიულ უკანასკნელობას განიცდის. რაც ხოვიცით, რომ ტყუილია. 2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს უწყვეტი დემოკრატიული წინსვლა. საქართველოს არის დემოკრატიული ქვეყანა, მათ შორის იმ ქვეყნებზე ბევრად უფრო დემოკრატიული, რომლებიც წარადგენდნენ ინიციატივას მოსკოვის მექანიზმთან დაკავშირებით, მე შემიძლია ჩამოთვალო, არ ჩამოთვლი უბრალოდ რამდენიმე ქვეყანა აქვე, რომელიც დემოკრატიის კუთხით არის კატასტროფის ზღვარზე. და ისინი წარმოიდგინეთ საქართველოს წინააღმდეგ გაინიცირებენ მოსკოვის მექანიზმს. ტრაგედია, დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა, ცადა ფეხქვეშ გაეთელა მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, დღეს აინიცირებს მოსკოვის მექანიზმს, სადაც საუბარია მედიის თავისუფლებას. ეს ხარის აბსოლუტურად ირონიული შეფასების. ბატონო ირაკლი, თქვენ დარწმუნებით შეგიძლიათ თქვათ, რომ რომის ხელშეკრულებიდან არ გამოხვალ? არ ვაპირებთ არაფრიდან გასულას, ჩვენურად ვართ რომის ხელშეკრულებაში. და ბოლო შეკითხვაც მაქვს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე არ გვისაუბრია და მანდ მოწოდება და რეკომენდაცია არის, რომ ითანამშრომლოთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ამ მიმართულებით რა მუშაობს. ქიმიური შეიარაღებაზე როცა საუბარი, ნახეთ რა აბსურდამდეა მისული, ჯერ საქართველოში რადიკალური ოპოზიცია, მერე დიდ ბრიტანეთში BBC, მერე ეუთოში მოსკოვის მექანიზმი. რა აბსურდია საუბარი თავადაც ხედავთ. რა ქიმიური ნივთიერება რო გამოიყენება სადმე, იქ იცით რა ხდება. შეკრების დაშლის დროს რო გამოიყენება დოზებს ხომ გააჩნია და თქვენ მზად ხართ, ანუ თქვენი სიმართლე რომ დაამტკიცოთ, ბატონო ირაკლი, მზად ხართ თუ არა თქვენი სიმართლე დაამტკიცოთ, თუ თქვენ გადაჭრით ამბობთ, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას ადგილი არ ქონია. ითანამშრომლებთ იმ ორგანიზაციასთან, რომელიც მუშაობს ამ მიმართულებით? სრული ინფორმაცია ხო წარმოადგენთ ყველაფერთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მთავარი ფაქტი ნახეთ რა არის, რომ ერთი მოწამლული არ არის. ესე იგი, დევიზი გაქვთ, რომ ყველგან ქიმიური ნივთიერება არსად მოწამლული და რანაირად შეიძლება ეს მოხდეს. რანაირად შეიძლება გამოიყენოს პოლიციამ ქიმიური ნივთიერება? თუ თიყუში კი კი, თუ თიყუს გაცვედა ბომბული. აი, ნახეთ, მე მახსოვს 9 აპრილს, როდესაც რეალურად გამოიყენეს ქიმიური ნივთიერება, რა ხდებოდა თბილისში. ძალიან კარგად მახსოვს, სავსე იყო, მაგალითად, ეგრეთ წოდებული, ლეჩკომბინატი, მოწამლულებით და 2 კვირის განმავლობაში ივსებოდა სამონტყოფო. აი ეს ხდებოდა, როდესაც ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული და სამარცხვინოა საქართველოში, თბილისში საუბარი ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე. ასეთ აბსურდშიც არ შეიძლება შევიდეს, ახლა ბატონო ირაკლი. ყველგან ყველაფერს ლაბარაკობთ ჩვენ. სადაც ჭირდებათ ინფორმაცია, ჩვენზე გახსნილი ხელისუფლება არ არსებობს. ყველაფერთან დაკავშირებით საერთოდ რომ წარადგინოთ ჩვენ ინფორმაცია. მოგესალმებით, მაშოდია სამძე პალიტრანიუსი ერთი შეკითხვა მექნება მე ბრიუსელში რომ მინისტერიალი გაიმართა დღეს ამასთან დაკავშირებით როგორც მინისტრები აცხადებენ საკმაოდ კრიტიკული განცხადებები იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარიც კი არ მიმდინარეობს ასევე განაცხადეს რომ არაფერი შეცვლა და არ გაუმჯობესებულა სიტუაცია საქართველოში პირიქით უარესდებაო და აქვე კაია კალასმა განაცხადა რომ 6 მარტიდან დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს შეუჩერდა თუ ვიზო მიმოსვლა და ასევე ჩვენ კიდევ განვიხილავთ თუ რა შეიძლება გავაკეთოთო თუ ხედავთ თქვენ რისკსო ახლა უკვე მოქალაქეებს შეუჩერდა ეს უვიზო მიმოსვლა და რა ნაბიჯებს დგავს ხელისუფლება იმისთვის რომ არ დაზარალდნენ საქართველოს მოქალაქეები. ეს წამგებიანი იქნება თვითონ ევროკავშირისთვის, ასე რომ არ ყოფილიყო ამ გადაწყვეტილებას აქამდე მიიღებდნენ. ეს არის რეალური მდგომარეობა, რაც შეეხება ამ განცხადებებს, ერთ-ეგივე მეორდება, ახალი არაფერი არ არის სამწუხაროდ. გამარჯობა, სიმოშანოვა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი. მე მაინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა. ვიცით ის რომ ამ შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ პირველი ლედი მიწვეული არის სამიწე, ის მიიწვია მელანია ტრამპმა. ამ შემთხვევაში საითკენ მიდის ეს პროცესები და როგორია თქვენი სტრატეგია
ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის, ესე ვთქვათ, თავიდან გადადგმვის. Ну, ჩვენი პოლიტიკა ისიც რაც არის, ჩვენი შეთავაზებაც ისიც რაც არის, ჩვენ თავაზობთ ამერიკის შეერთებულ შტატებს სუფთა ფორცლიდან, კონკრეტული სამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას, ეს განაცხადი საჯაროდ გაკეთდა არ ერთგზის და ის პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ჩვენ ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა და არჩენი არის დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას. მოგესალმებით, ტიკო ნატმალაძე, BMG. ბატონო ირაკლი, პლასტიკის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით მაქვს კითხვები. როდესაც ეს რეგლამენტი დგებოდა, ინიციატორებს თუ ჰქონდათ დაახლოებით მაინც გაანგარიშებული იმ კომპანიებს, რომლებსაც ათწლეულები დაჭირდათ იმ ინვესტიციების მოსაზიდად, რომელიც თავიანთი წარმოებისთვის აქვთ ჩადებული, რა ზარალს მოიტანს ეს და ასევე მომხმარებელს დაახლოებით რამდენით გაუძვირდება ამ ცვლილების შემდეგ პროდუქტი. ამ თემაზე მუშაობდა გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც აგრძელებს მუშაობას. ჩვენ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სექტორის წარმომადგენლებთან და მე პირადად, მათ შორის მქონდა ეს კომუნიკაცია და პირადად დავპირდი სექტორის წარმომადგენლებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ვიდრე არ გავივლით საბოლოო კონსულტაციებს სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ რა თქმა უნდა გვაწუხებს ამ საკითხის ყველა ასპექტი. ერთხარ ეს არის გარემოსდაცვითი ინტერესების ერთი და მეორე ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის ინტერესები. პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების 4 ძირითადი კატეგორიის დაავადებების მომრავლება, მათ შორის არის ონკოლოგიური დაავადებები, მათ შორის არის ნაყოფთან დაკავშირებული დაავადებები, მათ შორის არის სხვადასხვა კატეგორიის ნევროლოგიური დაავადებები და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს არის ის საკითხი, რაც ძალიან გვაწუხებს. ეს არის ერთი მხარე, გარემოსდაცვა, ეკოლოგია და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა. თუმცა ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია ეკონომიკური ასპექტები, ბიზნესის ინტერესები და ჩვენ უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება. ახლა არის მიღებული მხოლოდ შუალედური გადაწყვეტილება და ველოდებით სექტორთან კონსულტაციებს. ეს კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება, დრო ბევრია, გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადი გადაწყვეტილების ამოქმედება არის დაგეგმილი ისედაც 2027 წლის 1 თებერვლიდან. ან დრო არის საკმარისზე მეტი. ამ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში გვექნება კონსულტაციები, შეიძლება გადავავოდოთ, შეიძლება შევცვალოთ. აბსოლუტურად ღია ვარ, ჩვენ არ გვინდა, რა თქმა უნდა, დავაზარულოთ ბიზნესის ინტერესები, არც ფასების გაძვირება გვინდა კონკრეტულ პროდუქტებზე. შესაბამისად იქნება ესეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც თანაბრად დაიცავს ადამიანების ჯანმრთელობას, გარემოს და მეორე მხრივ ბიზნესის ინტერესებს და ფასების არ გაზრდის ინტერესს. თქვენ ახსენეთ, რომ სექტორის წარმომადგენლებთან ჰქონდათ კომუნიკაცია, თუმცა ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, კოკა-კოლა, პეპსი, წყალი მარგებელი, ყველა აცხადებს, რომ არ ჰქონიათ თქვენთან კომუნიკაცია. თქვენ აი ამ სამიდან ერთ-ერთთან მე პირადად ჰქონდა შეხვედრა, რა თუ თავშოთ სატელეფონო ან რაიმე დისტანციური კომუნიკაცია, ამ სამიდან ერთ-ერთთან პირადად ჰქონდა შეხვედრა და პირადად დავპირდი, რომ კონკრეტულად ამ ადამიანთან კონსულტაციების გარეშე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. ასევე დღეს პარლამენტში მიმდინარეობდა ფასების კომიტეტის სხდომა და ირანში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე საწვავის გაძვირება ცხადია ინფლაციაზე გავლენას ახდენს. ცხადია არ გეკითხებით უშუალოდ შეხვედრის დეტალებს, უბრალოდ რა მოლოდინები გაქვთ შუალედური შედეგები, მაინც თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ. Ну, ნახოთ ახლა გლობალური პროცესები, რა თქმა უნდა, ფასებზე ახდენს ხოლმე გავლენას, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე დასტაბილურდება ვითარება, რაც საბოლოო ჯამში მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ შევინარჩუნოთ სხვადასხვა პროდუქტზე ფასები. ეს არის ერთ-ერთი რაც შემიძლია ვთქვა. ხო, ჩვენ რაც შეეხება ჩვენს ნაწილს, კომისიის მუშაობას, მთავრობის მუშაობას, გვაქვს უკვე საკმაოდ საინტერესო შედეგები და იმედი გვაქვს, რომ ამ ყველაფრის საფუძველზე მოვახერხებთ ფასების შემცირების უზრუნველყოფას. ბოლო კითხვასაც დაგისვამთ, როგორც ვიცით, განვითარების ბანკის შექმნა იგეგმება, ეგრეთ წოდებული Invest in Georgia-ში, რომელიც ნაცვლადაც, რომელიც აქამდეც არსებობდა, შემდეგ გაუქმნა, მის ნაცვლად არის ახლა აწარმოე საქართველოს, თუმცა რატომ იგეგმება ეს ცვლილება? აწარმოე საქართველოს ვერ ახერხებდა FDI-ის მოზიდვას, თუ რა იყო ამის მიზანი და უშუალოდ რაზე იმუშავებს ეს სააგენტო, რომელიც შეიქმნება? თვითონ აწარმოე სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას. ჩვენ უბრალოდ ვფიქრობთ რამდენიმე სხვადასხვა ინსტიტუციის შერწყმას იმისათვის, რომ ეფექტიანობა გაიზარდოს, ეს არის ძირითადი მიზანი. ეს არ არის კლასიკური ბანკი. შესაბამისად არის კონკრეტული პრინციპები, რომლებსაც დაეფუძნება ახალი ინსტიტუციის მუშაობა. საუბარია რამდენიმე სხვადასხვა ინსტიტუციის შერწყმაზე იმისათვის, რომ გაიზარდოს ოპტიმიზაციის შედეგად ეფექტიანობის ხარისხი.